ღმერთო, მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, ვისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც შემიძლია და გონიერება, რომ გავარჩიო ერთი მეორისგან. შუშის ანგელოსები, ნატო ფირცხალა. პასტორალური სიმფონია და მცხრალი ქარიშხალი, ზღვის ტალღების ჩურჩურჩული. ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიცნობს საკუთარ თავს, როცა დაბრკოლებების შეჭიდებას ისწავლის. ერთი ნაბიჯი მოკლეა, მაგრამ როცა ნაბიჯი მოსდევს, ბოლოს ნახტომი გამოდის მურზა. შენთან ერთად მინდა ვიარო და ნაბიჯი მივუმატო, შენ ჩემი მზე და თვარე ხარ. მეუბნებოდა არმაზი და თვალებს მკოცნიდა. როცა ის საუბრობდა, სულგანებული უსმენდი, მისი ხმა ნაზი მუსიკასავით ჩამესმოდა ურში. ჩვენი ურთიერთობა იმ ლამაზი პატარა ქალაქის ესკიზებს გავდა, რომელიც თითქოს მთის ფერდობზე იყო მიხატული. როცა ერთად ვიყავით, მშვიდად ვგრძნობდი თავს, მარტო დარჩენილს შიში მიყრობდა. რაღაც ამოუხსნელის საშინელების გაურკვეველი შიში. ათას 992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას სოჭის ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. იმავე დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა. მისი ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებებით ტოვებდნენ. ომი, ოკუპაცია, სისასტიკე და უსამართლობა, ყველაფერი ეს მძაფრად უარყოფდა ჩემში რაციონალურად მოწყობით სამყაროს. ეს სიგიჟე იყო, ბოროტის სისმარი. ქვემეხების გაუთავებელი გუგუნი ყურებში, სისხლის დუღილი ისეთი ძალით, რომ მინდოდა ერთიანად გადმომენთხია პირიდან ის საშინელება, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და აფხაზეთ სეპარატისტებს შორის ომი 13 თვეს გაგრძელდა. ომმა და ომის შემდგომმა შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია თითქმის მთლიანად გააპარტახა. სიკვდილმა შთანთქა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ გავნატყურდით. ომის ქრონიკა
27 სექტემბერი 1993 წელი დილით დაიწყო მოწინააღმდეგის შეტევა სოხუმის ცენტრალურ ნაწილზე. შტურმის პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებისგან შემდგარმა დაჯგუფებამ. მასში შედიოდნენ რუსეთის არმიის ნაწილები, კაზაკური, ყაბარდოული და სომხური ჯგუფები. სოხუმი დაეცა. დევნილების უმეტესი ნაწილი სვანეთის გზას დაადგა. საგენი ჭუბერის უღელტეხილზე ყინვასა და თოლში უამრავი ადამიანი მიდიოდა. ბევრი გზაში გაიყინა და დაიღუპა. მე დამინდეს, იმიტომ რომ აფხაზი ვიყავი, მაგრამ ფაქტობრივად ცოცხალი მხოლოდ სხეული მქონდა. შინაგანად მომკლდეს წყეულმა ჯალათებმა. ჩემი ხელით დავასაფლავე ის პირტიტველა ბიჭები, რომლებიც სამშობლოს გადარჩენისთვის თავს წირავდნენ. დარჩი ჩემს ქვეყანაში უცხოდ, უბრალოდ უცხო ადამიანი ვიყავი და მხოლოდ სულ დგავდი. მეტი არაფერი. სიგიჟეს არაფერი მაკლდა. გაქცევა მინდოდა საკუთარი ფიქრებიდან, ომის სასარელი მოგონებებიდან. ქვეყნად, სადაც არ არის იმედი, არ არის სიყვარული და სიკეთე, ადამიანი უცხოდ გრძნობს თავს. ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და ვფიქრობდი, დამეწერა წერილი, რომელსაც სხვას გავატანდი, რადგან მხოლოდ სხვა მიგებდა. თითქოს ამ ლაშე წყალს უნდოდა ერთიანად გადაეყლავა ის სისასტიკე, რომელიც ჩემმა თვალებმა ნახა. მერე გადავიკარგებოდი სადღაც შორს, სადაც ჩემს აჩრდილსაც ვერავინ იპოვიდა. მე მურზა აჩბა აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. დედა ქართველი მყავდა, მამა აფხაზი. ჩემი დიდი ტკივილია ჩემი ქვეყანა და ის ადამიანები, რომლებიც დავკარგე. ხშირად მესმის, როგორ მელაპარაკებიან ისინი. უფრო ხშირად ის ქართველი ბიჭი, რომელსაც არმაზი ერქვა. ის იყო ჩემი ცხოვრებისა ყველაზე დიდი სიყვარული. ახლა როცა ომი ჩადგა ჩვენ ორ შორის და ყველაფერი დასრულდა, ის გამუდმებით მოდის ჩემთან, სისმრად და მესაუბრება, მეფერება, თვალებზე მკოცნის. ყველგან ვგრძნობ მის არსებობას. ჩემი სიყვარულის ნათელი თვალები მეხმარებიან დავუბრუნდე სამყაროს, რომელიც ახლა არც კი ვიცი რაფერია. მეჩვენება რომ იქიდან წუხარებამ გამომდენა. ვტოვებ ჩემს ქვეყანას ემოციებისგან დაცლილი. არ მინდა ირგვლივ თვალი მოვავლო ყოველივეს და დავიმახსოვრო, რადგან არ დავბრუნდები უკან მანამ, სანამ ჩემი ქვეყანა არ იქნება ერთიანი და მთლიანი, სანამ გასაყოფი არ გვექნება არავისთან არაფერი,
არ დავბრუნდები იქამდე, სანამ აფხაზეთი არ იქნება ისეთი ლამაზი და მშვენიერი, სიყვარულით სავსე და ბედნიერი, როგორიც იყო. მშვიდობით, ჩემო აფხაზეთო. მშვიდობით, ჩემო ულამაზესო ზღვაო და მზეო. მშვიდობით, ჩემო ლამაზო სიყვარულო. მურზა აჩბა 1993 წელი. მადარებელმა ხრინწიანი ხმით ამოიკივლა. სინათლის იბნელის ნაწყვეტ-ნაწყვეტი გაელვებები ილამდებოდა ვაგონის ფანჯრებში. კუპეში 4 ვიყავით. ჩემ წინ შუახნის ქალი იჯდა. სახე 1000 საცხით ჰქონდა გათხუბნული. ტუჩებზე წითელი ფერის პომადა ესვა. ნამდვილი კოხტა პრუწა იყო. ეგრეთ წოდებულ თაროზე დედაშვილი მოთავსებული იყო. ბავშვი 4-5 წლის იქნებოდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მოუსვენრობა და ეთყოც ხმუტავდა. დედას ათასნაირი შეკითხვებით აწუხებდა. მერე მატარებლის რწევისას დედის მკლავებში ჩაეძინა. ბავშვი შემეცოდა და ქალს უთხარი, ადგილები გავცვალოთ მეთქი. გაუხარდა. ჩემი ბარგი ზემოთ შემოვდე და ფრთხილად დავწვე. მეორე თაროზე ჩემი ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა კაცმა. შუბლზე ჩამოყრილი ქერა ხუჭუჭით მაჰქონდა, სხვისფერი თვალები და გრძელი ნატიფი თითები, თითქოს მარმარილოსგან დამოთლილი. ყველა საკუთარ ფიქრსა და დარდში იყო ჩაძირული. სადმე ვდიოდი, არ ვიცოდი. საქართველოში ვერ დავრჩებოდი. მისთან უნდა შემეფარებინა თავი. ისევ დედაჩემის ძმასთან უკრაინაში უნდა ჩავსულიყავი. მთელი ღამე მიგვაქანებდა მატარებელი, თვალი ვერ მოვხუჭე და მთელი გზა შევყურებდი მთვარეს. მისი ანარეკლის საოცარი გამჭვირვალობა და სინათლის მომხიბლავი ძალა, დიდებულება და ბრწყინვალება თითქოს ჩვენ მოგდებდა და გზას გვინათებდა. სურვილს მიღვიძებდა, რომ როცა გათენდებოდა რაღაც ახალი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, ისიც ჩამეცინა, ვერ გავიგე. როცა თვალი გავახილე, მზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა. ლენა მოკრძალებით დამიძახა. მურზა, მოდი ჩვენთან დაჯექი. ივანუშკა კალთაში ჩამიჯდება და შენც ადამიანურად ივახშნეო. მერე ადგილი დამითმო და ბავშვი თავისთან დაისვა. ილიას ზევით მივაწოდეთ საჭმელი. როცა დავნაყრდით, მე ჩემი ადგილი დავიკავე. ილია პატარა ბლოკნოტში რაღაცას წერდა თუ ხატავდა, ვერ გამარჩიე. კოხტა პრუწა დანაყრებული ბედნიერი სახით იყურებოდა. მერე ბოშური სიმღერა წაიღებინა კმაყოფილმა. გოგოებო, ცოტას დავისვენებ და მერე მარჩიელობა ჩემზე იყოსო. ივანუშკა არ ისვენებდა. ნამცეცებს ყრიდა ძირს. ლენა სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ როცა ვეღარ დააწყნარა, ილია გამოუჩნდა მშველებად. ივანუშკა, ხატვა გიყვარს? შეეკითხა ბავშვს. ო, მიყვარს. სახლში იმდენი ნახატი მაქვს. ამას მანქანას ვხატავ ხოლმე, ჩემს სახლსა და ნინას ძაღლს. გინდა ჩემთან ამოდი. ო, მინდა, დედა, ალავ რა ილიასთან. ლენამ ბავშვი ილიასთან დასვა და არ შეაწუხო, დაარიგა.
რა გინდა დაგიხატო? შეეკითხა ილია. ბავშვი დაფიქრდა და უცებ წამოიძახა. ცხენი შეგიძლია დამიხატო? როგორ არა შემიძლია? გაიბადრა ილია და ბავშვის სურვილის შესრულებას შეუდგა. კოხტა პრუწამ ლენას ხელზე უმკითხავა და ახლა მე ამომძახა. გოგო მურზილკა, ჩამოდი შენც გეტყვი ორ სიტყვას. არ მინდა ჩამოვაკეთე. როგორ არ გინდა, ბევრი გადაგეტანია თვალებზე გეტყობა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მოდი. ილიამ შემომხედა და თითქოს ამ შემოხედვით მანიშნა, მიდი ნახე, რას გეტყვის ეს ქალიო. ზევიდან ჩამოვხდი, ხელი გავშალე და კოხტა პრუწას გავუწოდე. მართლა საინტერესო ხელის გული გაქვს. ნახე, ილია, რა დასახადი იქნება, შეხედე და ილიას დასანახად ხელი ზევით ამაწევიდა. ილიამ დამხედა ხელზე და თავისი ნატიფი თითები იმ ხაზს გააყოლა, რომელიც მტევნამდე გამტევდა. გოგო, ისევ დაიწყო კოხტა პრუწა. მძიმე ბერი გქონია, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი. თუმცა არ გაგიტაცოს ამ რომანტიკამ. ზოგი ხაზი ისე იკარგება, თავსა და ბოლოს ვერ ვარჩევ. ლენამ გაიცინა და ჰკითხა, შენ ეს უთხარი დიდხანს თუ იცოცხლეს და შვილები თუ ეყოლება, რა მურზა? შვილები ეყოლება, მაგრამ სიბერეს უფრთხილდი, გოგო, გესმის? ეს ნათქვამი რას ნიშნავდა, ვერ მივხვდი და ორაზროვნად შევხედე. კოხტა პრუწამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. მერე თავისი ნავაჭრი ამოალაგა და ჭრეო ჩიტის ქსოვილში გამოხვეული შუშის ანგელოსები გვაჩვენა. ბაზარში ვიყიდე და ახლა გასაყიდად მიმაქვს ოდესაშიო. ძალიან მომეწონა. თეთრი შუშის ანგელოსები სხვადასხვა პოზაში იდგნენ და ისეთი მშვიდი სახეები ჰქონდათ, თითქოს ნამდვილები იყო. ვიყიდი მეთქი, ვუთხარ. აჰა, გოგო, არ მინდა შენი ფული, ჩემგან გქონდეს, ბედნიერებას მოგიტანსო, მითხრა და ხელში მომაჩეჩა. ილიასაც მოეწონა ანგელოსები და მასაც იგივე უთხრა, აიღე, ბიჭო, როცა შეხედავ, გამიხსენებო. ილიას კი ესეთი სიზუსტით დაუხატავს ცხენი. აღგვთოვანებაში მოვდივარ, მინდა შევუქო ნამუშევარი, თუმცა ის მშვიდად ამბობს, ეს უბრალოდ გართობა, ბავშვი გაახარა და მეტი არაფერიო. თქვენ მხატვარი ხართ, ილია? ვეკითხები. ხანდახან თავს ვირთობ ხოლმე. მომეჩვენა, რომ ილია განსხვავებული ადამიანი იყო. არა, კი არ მომეჩვენა. ასე იყო სინამდვილეში, ძალიან საინტერესოდ საუბრობდა. ხმის სასიამოვნო ტემბრიც უწყობდა ხელს. ძია ილია, ცხენს მაჩუქებთ? კითხა ივანუშკა. გონი არ გამომივიდა, მოდი ხვალ-სხვას დაგიხატავ, ეს გადავაგდოთ. არა, მე ეგეც მომწონს, დედა არ გადააგდოს, უთხარი რა შეეხვეწა ბავშვი ლენას. კარგი ივანუშკა, ხვალ-სხვას დაგიხატავს, უკეთეს, ნუ შეაწუხე ადამიანი, დადუხსა დედა ბიჭი. მეტი რა გზა ჰქონდა ივანუშკას, დედის კალთაში მოკალათდა და ძილს მისცა თავი. ილიამ ნახატი ბლოკნოტიდან ამოხია, გარეთ გავიდა და მალე ისევ დაბრუნდა. ჩვენი ვაგონის ბოლოში სანაგვეყუთი იდგა. ვივარაუდე, რომ იქ უნდა ჩაერდო ნახატი. შუმად გავედი კუპიდან, მოვძებნე დაჭმჭმელი ფურცელი ურნაში და ამოვიღე, გავშალე და
საოცარი სიზუსტით დახატული ცხენის სხეული დავინახე. ფურცლის ბოლოში ეწერა 1993 წელი. საგულდაგულოდ დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. მატარებელი მგზავრებისგან ნელ-ნელა იცლებოდა. კუპეში მე და ილია დავრჩით. ძირს ჩამოვბარგდით და ისე გავაგრძელეთ გზა. ჩუმად ვისხედით. ჩემი ანგელოსი წინ მეტომა კიდაზე და შევცქეროდი როგორც ყველაზე საყვარელ და სათვალ არსებას. ბევრ სისულელეზე ვისაუბრეთ. გრძნობდი თავისი ბავშვობის დროინდელი ამბების ჩემთვის მოყოლა როგორ სიამოვნებდა. ბავშვობაში თურმე გადაცებული იყო ცხოველების ხატვით. პატარა თანატოლებთან ერთად უყვარდა ჯირითი, როცა ბებიასთან სოფელში ჩადიოდა. მოსმენა იმისი თუ როგორი ქარათქურით მიქროდნენ ცხენები სოფლის გაშლილ ველზე, როგორ წკრიანებდნენ ეშვნები. უყვარდა მდინარეზე ბანაობა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაეწუწა. სასაცილო ისტორიებით მართობდა, გრძნობდი და გულში რაღაც ძალიან მიხარობდა. ჩაიც დავლიეთ, უკვე მე რამდენად აღარც კი მახსოვს და მივხვდი, რომ ამ რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა. ბოლოს მატარებელი გაჩერდა დიდი ქალაქის სადგურზე. ჩემთვის სრულიად უჩვეულო გარემოში მოვხვდი. თითქოს სისმარში ხდებოდა ყოველივე. ფერადი ბუშტების სიმრავლე მთვალი მომჭრა. ეს ილიამ შეაჩნია. რამდენიმე ბუშტი მიყიდა და თავი ისე ვიგრძენი. თითქოს მამას მიყავდი საცირკო წარმოდგენაზე, რომელიც ბავშვებისთვის იმართებოდა. საით უნდა წავიდე? შევეკითხე. ილიამ ხელი მომკიდა და ჩვენ სადგურიდან გამოვედით. ლამპიონები ნელ-ნელა იმთება. ეს ქალაქი ნამდვილი სიზმარია, შორეული სიზმარი, რომელიც ალბათ ოდესღაც ვნახე, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. ჩემი გონებიდან მინდა ყველაფერი წავშალო და ახალი ფურცლიდან დავიწყო ცხოვრება. ილია აღმოჩნდა ის მამაკაცი, ვინც თავის გულში შემიფარა. მამაკაცური ხელი მომხვია და იმ სითბოთი გამავსო. არასოდეს რომ არ ღირსებია ჩემს გათოშილ სულს, რომელიც ახლა ღვთაებრივი სიყვარულის ჭეშმარიტი ცეცხლის შესაგრძნობად მიისწრაფოდა. იმ ცეცხლის ალში გახვეული არად ვაგდებდი მის მწველ ძალას და დამწვას მეთქი ვამბობდი გულში და კიდევ უფრო მივექანებოდი სიყვარულის მორევში. თითქოს თავში ბედაურები დაჰქროდნენ, მოუთოკავნი და თავაწყვეტილნი ფლოქვების ქარათქური კი თანდათან შლიდა უკან დარჩენილი ცხოვრების კვალს. ან იქნება არც შლიდა, უბრალოდ
ასე მეგონა, ვნებით სავსე, თითქოს ნელ-ნელა ვდუმდებოდი, გონება ერთსა და იმავე ჩამჩიჩინებდა, გიყვარს, შენის გიყვარს და მეც ჩემის სამყაროს უკიდეგანობაში გავყვიროდი, მიყვარს. შენ ახლა უკრაინელების რძალი ხარ და უნდა ისავლო ის, რაც ჩვენთვის ძალზე ძვირფასია და მარფა მიხაილოვნა ქარგვა მასწავლა. ყაყაჩო სამოვქარგვა პერანგზე ბედნიერების მომტანი და დამცველ სიმბოლოდ ითვლება. ჩემ მიერ ყაყაჩოებით ამოქარგული პერანგი რომ ნახა, ილიამ ხელზე მაკოცა და მითხრა, არ შემცდარ ვარ ჩემო სიყვარულო შენ რომ აგირჩიე, მართლა კარგი გოგო ხარ. მგონი ორსულად ვარ, არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ გრძნო, თითქოს ნაკვთები შემეცვალა, სახე ხშირად გაფიქრებული მაქვს, კანიც გამიუხეშდა, უაზროდ ვჭამ, წონაშიც მოვიმატე, ეს შესანიშნავი გრძნობა. ორი წლის შემდეგ მეორე შვილიც გავაჩინე, უკვე ორი შვილი მყავს, მიხეილი და კატია, მარიუპოლში ვცხოვრობთ. ძალიან მყუდრო და ლამაზ სახლში. ეზოჩემებურად მოვაწყე, ჩემისთანა ყვავილების ბაღი ჩვენს დასახლებაში არავის აქვს. ილია ბევრს ხატავდა. იმდენი ნახატი დაუკროვდა, გამოფენაც კი მოაწყო. უცხოეთში შესავაზეს გამოფენის მოწყობა. ქალის პორტრეტი დახატა, ევა. თითქოს ამ პორტრეტით უნდოდა ეთქვა, რომ ევა ქალი მაგიური მზერით, ნებისმიერ საფარველში, ნებისმიერ უხეშ გარსში რომ ატანს და ჩვენ თვალწინ შიშველი გამოუცნობი სახით შემოყურებს, სულია. საგანგებოდ დამალული მის შემოქმედებაში საღებავების ფერებს მიღმა დარჩენილი. შიშველი ევა ერთდროულად ქალწულიც იყო და მიჩნურიც. დაწნული თმა შარაბანდედივით ედგა მის ნათელ სახეს, რომელზეც ღიმილი აღბეჭდილი იყო, მაგრამ ამ ღიმილს მიღმა. მომავალ მწუხარებათა თანაგრძნობა იმალებოდა თითქოს. ის დაჭმოჭნილი ნახატიც საგანგებოდ მქონდა შენახული, გაფრენილი ცხენი მატარებელში რომ დაუხატა ივანუშკას. ბავშვები გაიზარდნენ. მარიუპოლში ცხოვრება არ მოისურვეს და კიევში დასახლდნენ. მიშამ ცოლიც მოიყვანა. დედამთილი გავხდი. ალისა კარგი გოგოა, მამაზი ჭკვიანი. კატია სამედიცინოზე ხანდახან როცა აფხაზეთი მესისმრება,
კოშმარებიც მოყვება ხოლმე და ძილი მიკრდება. მე იმაზე ვფიქრობ, თუ როგორი ბედნიერება მაჩუქა ღმერთმა, ხანდახან მეშინია კიდე ცხელიდან არ გამისხდეს. იმ კოხდა პრუწკაქალის ნამკითხავებიც ამომიტივტივდება ხოლმე თავში. სიბერეს უფრთხილდიო. ნეტარას უნდა ნიშნავდეს ეს. პატარა მარიას დაბადება. როგორი სიხარული იყო ჩვენთვის. ქალაქის ხმაურსა და მრავალსართულიან სახლში ბინას ახალგაზრდა მშობლებმა ჩვენი ლამაზი სახლი და ეზო ამჯობინეს და მარიუპოლში გადმოსახლდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი გაზაფხულზე სწორედ აღდგომა დღეს გვახარეს, რომ მეორე შვილიშვილიც გვეყოლებოდა. ამასობაში 2022 წელმაც მოგვიკაკუნა. საახალწლო სუფრასთან 20-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. დიდი ნაძვისხე და გირლანდებით მორთული ჩვენი სახლი ამერიკულს დაემსგავსა. აფხაზურ, ქართული და უკრაინული კერძები მოვამზადე. ზღაპრული სუფრა გავშალე. ილიას სახეს გადამავიწყებს. ასე არასდროს მოულხენია, მაგრამ მის თვალებში თითქოს შიშს ვხედავდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს შიში ყველგან დაიბუდებდა. ტანსაცმლის კარადებსა და კინოთეატრებში, სახლებში, უთქმელ სიტყვებსა და ცარიელ თვალებში. შეშფოთებული ვადევნებდი თვალყურს მის ყოველ მოძრაობას. კარადიდან ვოკალი გადმოიღო. ამ კარადაში იმ ორ ანგელოს ვინახავდი, კოხდა პრუწამ რომ გვაჩუქა მადარებელში. ილიას უნებური ხელის მოძრაობით ერთი ანგელოსი გადმოვარდა და გადყდა. ცუდად მენიშნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მან ვოკალი ღვინით აავსო. მეგობრებო, სიყვარულის სადღე გრძელო მინდა შევსვა. ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, სიყვარულით თრობას გაუმარჯოს. ფიოდორ ილიჩმა კი მშვიდობის სადღე გრძელო შეაგება. მომდევნო ხანებში ილია უძილობას უჩიოდა. მის თვალებში ფარულ სევდას ვხედავდი. ხშირად იტანჯებოდა ღამის ზმანებებით, ძილში ბორგავდა, ლაპარაკობდა. თითქოს ცხადში ენახა, ისე მიყვებოდა დილით სიზმარში ნანახს. დედა ჩემი, შენ, კატია და მიშა, ჩვენი პატარა მარია და დიმიტრი, ყველანი ერთად ხედავთ ნავში და მე გევედრებით, არ შეხვიდეთ ღია ზღვაში, თორემ დაიღუპებით იქ, დაიხრჩობით, მაგრამ ჩემი ხმა არ გესმით, რადგან სიბნელეში ვერ მხედავთ ხვირი, მაგრამ უშედეგოდ თქვენი ნავი ზღვაში შედის. მე მის დამშვიდებას ვცდილობდი. ის ხან ღიზიანდებოდა, ხან ჩუმდებოდა. თითქოს ორივე ვგრძნობდით, რომ სულ მალე ჩვენი გზები გაიხრებოდა. ახლა ყველა სიტყვას თავისი ფასი ჰქონდა. ამიტომ ყველა სიტყვას ვწოდით. 24-ში შუაღამით მოულოდნელად შემზარავი აფეთქების ხმა გაისმა. სახლი შეზამზარდა. ბავშვებსა და ალისას ეცინათ. ფიოდორ ილიჩი ტელევიზორთან თვლებდა. ხმაურზე ყველა სმენად ვიქეცით.
ილიამ პანჯარაში გაიხედა, თოვდა და კარგად ვერ არჩევდა რა ხდებოდა, მაგრამ ჰაერში შორს კვამლის სვეტები უსასრულო კიბეება დადიოდა. ტელეფონმა დარეკა, ლუდა იყო ჩვენი მეზობელი, მურზა სასწრაფო სარდაფში ჩადით, ომია. საოქროს ბრად განათდა, შორიდან საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, სადღაც ნგრევის ხმაც იყო, თითქოს მიწა გრგვინავდა, ნამძინარებით მაგაწეწილი ხალხი პირდაპირ ქუჩაში გარბოდა, სროლა და აფეთქებები არ წყდებოდა. სარდაფში საშინელი სიცივე იყო. ბავშვები გაურკვევლობისა და შიშისგან ტიროდნენ, რა გველოდა არ ვიცოდით. დილით ილიას ტელეფონზე ზარი გაისმა, მეგობარი ურეკავდა მოსკოვიდან. ილია ფიოდორიჩ, როგორ ხართ? ხომ არის მშვიდობა თქვენთან? ილია გაფიქრებული და მომხდარი თავს არ დაცემული პირ-ძლივს აღებდა. რა გითხრა პიოტრ? ომია ჩვენთან, გესმის? ომი დაიწყო. არა ილუშკა, ეს ყველაფერი ფეიკია, არ დაუჯერო. ილიას ხმა ჩაუწყდა. ხედავდი ფრაზისგან როგორ დაეცაგრა კუნთები, უკანასკნელი ძალა მოიკრიფა და ტელეფონში ჩასძახა. ეს თუ ფეიკია, სინამდვილე რაღა, აქ აღარ დარეკო პიოტრ, გესმის? ომის ქრონიკა 2022 წელი 24 თებერვალი რუსულმა არტილერიამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაბომბა. 25 თებერვალი დილით რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლისკენ დაიძრნენ. საღამოს სამხედრო საზღვაო ფლოტმა დესანტის გადმოსხმა დაიწყო აზოვის ზღვის სანაპიროზე, საიდანაც მარიუპოლის 70 კილომეტრშია. ამერიკის თავდაცვის სამსახურის განცხადებით, რუსებმა ამ პლაცდარმზე სავარაუდოდ 1000-ობით ქვეითი ჯარისკაცი გადაისროლეს. 26 თებერვალს მარიუპოლი არტილერიით დაიბომბა. კატია საავადმყოფოში გაიქცა. ახლა იქ ექიმები ძალიან სჭირდებოდათ. ილია და მიშაკი კომისარიატისკენ გაქანდნენ. მე ალისა და ბავშვები უნდა მომემზადებინა, რომ იქნება აქედან გაეღწიათ. სახლში სრული პანიკა სუფევდა. ლუდა წამდა უწუნ მირეკავდა შეშინებული. ორსული შვილი ჰყავდა სახლში და აღარ იცოდა რა ექნა. ილია და მიშა მალევე დაბრუნდნენ. საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე გვეგონა. ქალაქიდან გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. სახლში უნდა ყოფილიყავით, სადამდე შევძლებდით. მერე თეატრის ბუნკერში გადავიდოდით. ილიამ ფიოდორ ილიჩს იარაღი მოუტანა. ახლა ის დაგვიცავდა საჭიროების შემთხვევაში. თვითონ ილია და მიშაკი ფრონტის ხაზზე გავაცილე. მოხუცი ხმაზარ იღებდა, საჭმელსაც კი აღარ ჭამდა. ქალაქს რომ ალყა შემოარტყეს. მაშინა მითხრა მურზა მოსახდენი უნდა მოხდეს. ახლა მათ ვერაფერი შეაჩერებთ. მე თუ რამე დამემართა, შენ უნდა აიღო ეს იარაღი ხელში, მაგრამ თქვენ როგორ უნდა დაგტოვოთ ასე? ეს მებრძოლიერი თურმე ტანჯვის მოთმინების თავგანწირვის ბაშკაცური გამძლეობის რა გრძელმა ჭაჭყმა შექმნა.
მიუხედავად ყველაფრისა, მედგრად იცავდა ყველა თავის კარმი დამოსდა ერთმანეთს, ქალებიც ჩაებნენ ბრძოლაში. 28 თებერვალს საღამოს ქალაქში შეწყდა გაზი და ელექტროენერგია. მომდევნო დღეებში გათბობა და წყალიც მოსახლეობა სრულ კოლაფსში ჩავარდა. მარიუპოლის სამშობიარო სახლი დაბომბეს. ერთმანეთს შიშისგან ვეღარ ველაპარაკებოდით. სამ მარტს კი მიშას ასეულის მეთაურისგან წერილი მივიღე. თქვენი შვილი ტანკით რთულ ოპერაციაზე იქნა გაგზავნილი. უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა ვიცით, რომ არც რუსებს ჩავარდნიათ ტყვედ. ის მამაცურად დაეცა ბრძოლის ველზე. როცა ქალს ქმარს უკლავენ, მას ქვრივი ჰქვია. როცა ბავშვს მამას ობოლი, მაგრამ შვილს რომ მოგიკლავენ, ამას სახელი არ აქვს. ფიოდორ ილიჩმა ესამბავი რომ გაიგო მეზობლის დანგრეული სახლის სარდაფში, ჩავიდა და თავი აიფეთქა. მისი ცხედარი ნაფლეთ შევაკოწიწეთ და ეზოში დაუპარხეთ. მარტი უკრაინის მთავრობამ მარიუპოლის 200,000-იანი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. 3 დღიანი დაბომბვის შემდეგ მეორე დღეს 11-დან 4 საათამდე ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. როგორც კი ევაკუაციის შესახებ გავიგეთ, ალისა და ბავშვები გავამზადე. ისინი საგანგებოდ შექმნილი მშვიდობიანი დერეფნით უნდა გასულიყვნენ და მერე თავს უშველიდნენ. იმ საღამოსა მარიას სიცხე ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი მშვიდად იყო. ღამით უფრო აეწია ტემპერატურა. კლავებზე მყავდა გადაწვენილი და მის სულთქვას უსმენდი. ეცინა. მოულოდნელად. თვალი გაახილა და საშობაო სიმღერა წამოიწყო. შედრიკი ულამაზესი სიმღერა, თითქმის 100-წლოვანი ისტორიით. ბავშვი სიცხისაგან გათანგული იყო და შეშინებულები უყურებდით ერთმანეთს. მარია კი კისერზე მომეხვია და მითხრა, ბებო, ნუტილი, შედრიკი, დაგვიცავს. ყველანი აუმხერდით.
ერთი შეგრძნები თითქოს ომში დაღუპული ბავშვები ანგელოსებად ქცეული იყვნენ და ოთახში დაფარფადებდნენ. დილით ალისა და ბავშვები გასამგზავრებლად გაემზადნენ, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ ფიქრობდით. დაბომბვა დაიწყო და იმ დღიდან მათი კვალი სამუდამოდ აკრიკა. ღამით ლუდას შვილს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. მეზობლის ქალმა სპირტყურაზე წყალი აადუღა. უпроსორო თოვლი გაადნო. მე სულთა მისახოცების შემოვიღე ზემოდან. ძველი მატრასი იატაკზე დავაგეთ და მშობიარე დავაწვინეთ. თავთან ის შუშის ანგელოსი დავუდე წარსულიდან რომ დამრჩა. მას ვემედრებოდი გოგონა მაინც გადაარჩინე მეთქი. მშობიარობა რომ დასრულდა, დაბომბვა დაიწყო. ჭიპლარი ძველი ჟანგიანი მაკრატით გადავჭერი. ლიგატურების ნაცვლად ჩემი თავსაფრის ნაგლეჯი გადავუჭირე. ბიჭი დაიბადა, მაგრამ ისეთი პატარა და უსუსული, რომ ერთი ამოიკნავლა და მისი ხმა განგაში სიგნალმა ჩაახშო. გოგონა უგონოდ იწვა. ამ დროს მეზობლის სახლის ნგრევის ხმა გაისმა. მას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების კივილის ხმა მოჰყვა. გარეთ გამოვარდი. სახლის უკან ილუშას სახელოსნოს ცეცხლი ეკიდა. ნახატები ვიყივლე და ალმოდებულ ოთახში შესვლა ვცადე. ევას პორტრეტი იწვოდა. მის სახეს ცეცხლისანები ლოკავდნენ. აფრიალებული ნახატების ნამწვი და კვამლი გარეთ გამოდიოდა. ჩემ წინ აფრიალდა სწორედ ის ნახატი. ილიამ რომ დახატა მაშინ მატარებელში და მერე ნაგავში გადაუძახა. ახლა ის ცოცხალი იყო, ხო, ცოცხალი. მიწაზე ფლოქებს სცემდა, ფაფარი ახროდა და ყელი ლამაზად მოეღებებინა. ხელი შევლება მინდოდა, მაგრამ საყურავი ჩამოანგრია ცეცხლმა და ილიას შემოქმედება შტამკა. ირგვლივ ყველაფერი იწმოდა. სარდაფიდან ლუდას გოგო ამოჰყავდათ. მკვდარი ბავშვი გულზე ჰყავდა მიხუტებული. ხელში ანგელოსი ჩაებუჯა. ქუჩაში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა. ყველანი ჰოსპიტალში გადაგვიყვანეს. ერთი ოთახის კუთხე მოგვიცალეს და ძალა გამოცლილნი დავეყარენით. რამდენიმე დღიანი უძილობის გამო ჩამთვლიმა. სიზმარი ვნახე. ილია ცოლ-მორეულივით დარბოდა და ჩხუბობდა მურზა. ჩემს ევას როგორ ვერ გაუფრთხილდი, ახარ მიყვარხარ. დაჭრილები მოიყვანეს, საკაცეები გაამზადნენ, დაგვეხმარეთ. გარედან გაისმა ხმა. წამოვდექი იატაკიდან და ხმის მიმართულებით გავიქეცი. მანქანიდან დაჭრილები გამოჰყავდათ. საშინელი ჩოჩქოლი იყო. ამაურზაურში ილიას სახეს მომკარი თვალი. მის საკაცესთან მივვარდი. მუცელში იყო დაჭრილი, მძიმედ სუნთქავდა. ილია, ილუშკა, მე
მიაქავარ შენი მურსა არ შეშინდე კარგად იქნები მყვიროდი და ოფლიან სახეზე ვეფერებოდი თან მხედავდი როგორ იცლებოდა სისხლისაგან რადგან სისხლი არ ჩერდებოდა მიუხედავად იმისა რომ შარფი მოვიხსენი და ჭრილობიდან მისი სისხლის დენის შეჩერება იმ შარფით ვცადე უეცრად ჩემი სული თითქოს მიწას მოსწყდა ცაში აიჭრა და ისეთი მხურვალე ვედრები შეხახა და უზენაეს გარშემო მყოფებს ლამის გულები დაუსკდა თანაგრძნობისგან მაგრამ ვერავინ ვერაფერმა მიშველა ილიას დაბინდული თვალები ხარბად ცდილობდნენ ჩემი სახის დამახსოვრებას მომეჩვენა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ჩემკენ გადმოიწია მერე ერთბაშად მოეშვა და შემდეგ რა მოხდა არ მახსოვს როცა გამოვფხიზდი ისევ დახუთული ოთახის იატაკზე ვიწექი იქვე ლუდა იჭდა ჩემს გონზე მოსვლას ელოდა ვკითხე ილია სად არის ლუდა მისი ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს ადამიანთა ხოცავ ჟღეტასთან სისხლის ყვრას ბოლო არ უჩანდა. ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. საკვები რომ გაგვითავდებოდა, რიგრიგობით გამოვდიოდით სარდაფიდან და მივდიოდით მოსატანად. ჰუმანიტარულ დახმარებას ფოსტის შენობაში არიგებდნენ. სამშაბათს მე მომიწია წასვლა. გარეთ გამოვედი. ქუჩაში გახრწნილი გვამების სუნი იდგა. სასწრაფო დახმარების მანქანები აქეთ-იქით დააქროდნენ. უსინოდლო ბიჭი ტროტუარის კიდეს მიუყვებოდა ჭოხის გაგონით. თან გზას სინჯავდა, რაღაცას ბუტბუტებდა და მოჭუტული თვალებიდან სრემლის დიოდა. ახლოს მივედი და ვკითხე, სად მიდიხარ, მოგეხმარები. შეკრდა და ჩაიბურტყუნა. გადია ექიმი. გადია ექიმი იქ აფეთქდა. ხიდის ბოლოს სასწრაფოს მანქანა აფეთქეს ძაღლის შვილებმა. მანქანაში ჩემი გადია ექიმი, ჩემი გადია ექიმი იჯდა. ჩემი კატია? ო არა ღმერთო, აღარ ჩემი კატია არა. თვალებზე ბინდი გადამეკრა და ფერქვეშ დედამიწა ატორტა. ოცდარვა მარტს
ქალაქის მერმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლი ოკუპანტთა ხელში იმყოფებოდა. 2 აპრილს რუსმა სამხედროებმა ქალაქის უშიშროების სამსახურის შენობა დაიკავეს, რის შემდეგაც ამ რაიონში ბრძოლის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. მაგრამ მურზა დაწვრილებით ყვება იმ საშინელი მხეცობების ამბავს, რაც რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ჩაიდინეს. უბრალოდ მე ჩემს თავში ვერ ვიპოვე ძალა იმ მონაკვეთიდანაც წამეკითხა ნაწყვეტები თქვენთვის. ნება მომეცით პირდაპირ ფინალზე გადავიდე, წიგნის ფინალზე. მაგიდასთან შუახნის მხრებში მოხრილი თეთრხალათიანი კაცი იჯდა. როგორც კი შევედით, ფეხზე წამოდგა და ღიმილით მოგვესალმა. როგორ გრძნობთ თავს? მსრუნველი ტონით მკითხა, უცხოური აქცენტით რუსულად. სიჩუმე ჩადგა ჩვენ შორის. გრძელი წუთები სიჩუმეს ითვლიდნენ. ვათვალიერებ ექიმს. რაღაცით ჩემს ილიას გავს. ნუ თუ ის არის. ექიმი გაგვირვებული მიყურებდა. მონჯია ექიმო, უპასუხა ქალმა, რომელიც მემახლდა. გონი მდგომარეობის გამოვა ასე საზღვრიდან გადმოგვცეს. ჰეპეფრენიის დიაგნოზი და ჩემი სულის მიუვალი კუნჭულებიდან ამოხეთქილი ცრემლი იყო ახლა ამ მდგომარეობის გარშემო შემოსაზღვრული ზღუდე. მთელ ჩემს ავლადიდებას თეთრად შეღებილი კედლები, საწოლი და კარადა შეადგენდა. მიკვირდა, რომ არავინ მოდიოდა ჩემთან. არავინ მაგითხავდა, არავინ მეძებდა. ან იქნებ მეძებდნენ და ვერ მპოულობდნენ. ღმერთო ჩემო, სად არის ილია? რატომ გაქრა? რატომ აქვს კაბა ტალახით დასმილი? პირსისხლიანი ურჩხული, რუსი ჯალათი დაცემული მზერით მიყურებს. მისი სახე ხან მკვეთრად ჩანს, ხან ფერმკრთალდება, უეცრად ახლოს მოდის. ავტომატის ლულა საფეთქერთან მადებს და დგას, სასხლებზე ვითომ თითი უნდა გამოკრას, მაგრამ მხოლოდ უჩების მოძრაობით ამბობს დგას, გრძნობ როგორ ვკრები და ის ბოროტი ჯალათი უკანასკნელ შუქსაც მართმევს. ხანდახან როცა გონება მინათდებოდა, გრძნობდი რაც დამემართა.
თითქოს წყლის დიდმა ტალღამ გადამიარა და უცხო ნაპირზე გამომრიყა. იქ ჩემი ცხოვრება შეჩერდა, ტვინი ნელ-ნელა ატროფირდა, რადგან მე მისით აღარ ვსარგებლობდი, იმის გამო რომ სიტყვას აღარ ვძრავდი, ხმისი ოგებიც გამელია. ახლა ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, რომელიც მალე გაწყდებოდა. მე კი არავითარი საფუძველი არ მქონდა, თოკი მეპოვა და მოვჭიდებოდი თავის გადასარჩენ. წამლების ზემოქმედების შედეგად მეცინა. რამდენიმე საათი, ზოგჯერ რამდენიმე დღეც, ერთხელ ასეთი ძილიდან რომ გამოვხიზლდი და თვალი გავახილე, დავინახე რომ სოფია სახეზე დამცქეროდა და როგორც იქნა დიდი ხნის მივიწყებული, მინაღლული და მრთოლვარე, ჩემი ხმა გავიგონე. სოფია ყოფი დამთავრდა. სოფიას თვალები გაუმწყინდა. თქვენ გამოგეცდებით, მითხრა და სახეზე მომეფერა. ძალას ვიკრებდი, რომ ჩურჩულით მაინც მეთქვა, ღმერთი გფარავდეს, ჩემო სამშობლო, ღმერთი გფარავდეთ, კეთილო ადამიანებო. პარდის ზოლიდან ოქროსფერის სხივი შემოიჭრა. ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის დრო იწურებოდა. ვუყურებდი ოქროსფერის სხივს, რომელიც ნელ-ნელა სითეთრეში გადავიდა და გამოჩნდა იდეა. მერე მუსიკა გავიგონე. ისეთი მელოდია, რომელსაც თითქოს სურდა ახალი მოტივი შემოეტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ ერთი ტონალობიდან მეორეში გადაეყვანა. სუნთქვის შუალედებში უსასრულოდ ისმოდა ეს მუსიკა, ჩემში კი ჩემი უკვე აღარაფერი დარჩენილი იყო. მერე დედა მოვიდა ჩემთან, მომღიმარი სახით და ალერსიანი ხმით. Oh
აფხაზეთში დავიბადე. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ჩემს მეორე სამშობლოში უკრაინაში გავატარე. მე იქ დავტოვე იმ ლამაზი სურათების გალერეა, სადაც ყველაფერი კაფიო და ხასხასა იყო. ჩემთვის როგორც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, რომლის სიცოცხლეც სრულდება, ომი, კრატერიდან ამოსული მაგმა, რომელიც ანადგურებს ირგვლივ ყოველივეს. ომი, იმ დაფლეთილი გულების ერთიანობა, რომელიც მიწაში დამარხულთა და ცაში გაფრენილთა კამარას კრავს და საბოლოოდ სტიქიებისა და უბედურებების სახით გვევლინება ადამიანებს. ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი კი ჩვენ ბუნებრივი მოვლენები გქონია. მე ვებრძოდი ომს, რომელიც მომერია. მაჯობა, გამანადგურა და გაიარა. მალე შევერევი ყოვლის მომცველ თვალუწვდენლობას, უკიდეგანოსა და ვრცელს. ალბათ იქ წაიშლება ყველაფერი, რაც იყო და რაც არ ყოფილა. დრო ძალიან ნელია მათთვის, ვინც ელოდება. ძალიან სწრაფია მათთვის, ვისაც ეშინია. ძალიან გრძელია მათთვის, ვინც გლოვობს. ძალიან მოკლეა მათთვის, ვინც ბედნიერია, მაგრამ მათთვის, ვისაც უყვარს, დრო მარადიულია.
მიხასო ხალბატონებო და ბატონებო. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი სავსეა იმ ემოციებით, რომელიც წიგნის ავტორმა და ჩვენ დღევანდელი საღამოს მთავარმა გმირმა ხალბატონმა ელდინო საღარაძემ ჩვენამდე მოიტანეს. დღევანდელ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს წიგნის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ხალბატონი თამარ შარაბიძე. შეიძლება მეც მოვუსმენ ხალბატონს. მეგონი არც არის საჭიროა. მოგესალმებით. მე ვარ ამ წიგნის რედაქტორი და ერთ-ერთი პირველი მკითხველი, რომელმაც თქვენზე უწინ გამოვცადე ის, რაც თქვენ დღეს აი ამ დადგმით, არაჩვეულებრივი დადგმით განიცადეთ. მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ამ წიგნზე. პირველ რიგში სათაურით დავიწყებ. იმიტომ რომ სათაურს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე ფილოლოგები, შუშის ანგელოზები. კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, რომ სათაური მოქნეული מחვილივით არისო. და ეს מחვილი არ მდგომარეობს იმაში, რამდენად ორიგინალურია სათაური. მისი ღირსება არის მხატვრულობაში. შუშის ანგელოზები არის ნივთი, რომელთანაც მთავარ პერსონაჟს აკავშირებს გარკვეული გრძნობა. მაგრამ თან ანგელოზი არის იმედის, რწმენის მომტანი და ამავე დროს შუშის არის. შუშა, რომელიც მსხვერპლია. აი ეს მთელი სიმბოლიკა, რაც ტექსტშია, ჩადებულია სათაურში. იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრებაც ასეთია, იმედით აღსავსე, მაგრამ რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დაგემსხვრას და მოგსპოს ამ ცხოვრებამ. მაგრამ ალბათ ნატო იმასაც ამბობს, რომ ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს. თავარი ეს არის და ეს ცხოვრება ისე უნდა გაიარო. ეს არის ამ წიგნის მესიჯი. ეხლა დავუკვირდეთ სტრუქტურას. გვაქვს მხატვრული ტექსტი, არაჩვეულებრივი, მაგრამ მხატვრულ ტექსტს ერწყმის პუბლიცისტური. ხანდახან პუბლიცისტიკა ამახინჯებს ხოლმე მხატვრულ ტექსტს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. იმიტომ რომ შეავსო პუბლიცისტიკამ, აი პუბლიცისტური თხრობა მაგალითად არმაზის დღიურები. თქვენ მიხვდით ამ ტექსტის მიხედვით, რომ არმაზი მურზას პირველი შეყვარებულია, ეროვნებით ქართველი. და აი ეს დისტანცია, რომელიც ამ ორ ერს შორის მცირედად, მაგრამ მაინც არსებობს, ჩანს იმაში, რომ მურზამ არ იცის კარგად საქართველოს ისტორია. არ იცის აი ამ ორი ერის ურთიერთკავშირი. და არმაზი ამას განმარტავს და უყვება სხვადასხვა გაკვეთილებით. აძლევს ამის ცოდნას. მთელი ისტორიაა დახატული. აი ეს პუბლიცისტიკა ჩართულია დღიურებით, ჩართულია ქრონიკებით და ერწყმის ყოველივე და ავსებს ერთმანეთს. თქვენ ნახეთ, როგორ განვითარდა სიუჟეტი. მურზას პირველი სიყვარული არის ქართველი არმაზი. ჩვეულებრივი ცხოვრება აფხაზეთში ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრული, არ ჩანს არანაირი დაძაბულობა პირიქით. მაგრამ აი ყველგან არსებობს მესამე ძალა. აი თუნდაც წარმოაჩენს აფხაზური ანბანის შექმნის ისტორიას, რომელსაც ასევე არმაზი უყვება მურზას. მეცნიერს, რომელიც ამ ანბანის ავტორია, სურდა
რომ აფხაზური ბგერები ქართული ასოებით გამოხატული იყო. რადგან კავკასიური ენა, კავკასიური ენები უფრო ქართულ ანბანში არის გამოხატული და თითოეულ ბგერას შესატყვისი ასო შეესაბამება, მაგრამ და ეს მესამე ძალა მუდამ არსებობს ამ ორი ერის ისტორიაში და არსებობს რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც დაიწყო ეს ომი. იმიტომ რომ ძალიან კარგად აქვს ნატოს დახატული, რომ მარტო ქართველები არ გამორბიან, მარტო ქართველები არ ხდებიან ტოლვილები, ტოლვილები ხდებიან აფხაზებიც და მურზაც ისევე გამორბის ამ კუთხიდან, როგორც უკვე მისთვის უცხო მხარიდან, სადაც უცხო არ არის, მაგრამ თვითონ გახდა ამ მხარისთვის უცხო. აღარ აყავს ახლობელი, დამლაპარაკებელი და ესეთი სასოწარკვეთილი გოგონა მიემართება უკრაინაში და უკრაინა ხდება მისი მეორე სამშობლო. ილიაში აღიქვავს არმას, თითქოს მისადმი სიყვარული გადააქვს ილიაში, ეს ბუნებრივი გრძნობაა და მართლაც ხდება ამ კუთხის ნაწილი. ნატო იმდენად არაჩვეულებრივად აღწერს უკრაინულ კულტურას, მის ტრადიციებს, ნაქარგობებს, სიმღერებს, რომ ხანდახან გონია, რომ ეს წიგნი უკრაინელის დაწერილია. იმდენად ღრმად შედის თავისი პერსონაჟის მხატვრულ სამყაროში. და საინტერესო მომენტია მურზა აგუძერადანალის და ცხოვრების რაღაც ეტაპზე მურზას ცხოვრება გადის, ხდება დედა, შემდეგ ბებია, უახლოესი ადამიანი თავისი ახლობლების და რაღაც ეტაპზე მას სურვილი უჩნდება და აისრულებს ამ სურვილს, ჩადის თავის სამშობლოში, აგუძერაში. და აი სწორედ აქ იბადება ილიას შიში. შიში იმისა, რომ ეს რაც იქ ნახეს, აუცილებლად კიდევ განმეორდება. და აი ამით უკავშირდება ორი ომი ერთმანეთს. ეს არის აფხაზეთის ომი და ეს არის უკრაინის ომი. ნატო გვიჩვენებს, რომ ეს ერთმანეთის გაგრძელება დაიწყო აფხაზეთის ომით და გაგრძელდა უკრაინის ომი და ეს არ დამთავრდება. თუ იქნება ეს მესამე ძალა. ძალიან საინტერესოდ არის ნებისმიერი პოლიტიკური მომენტი, ძალიან მოკრძალებულად, საღი აზროვნებით, თვითონ აფხაზების აზრიც გამოხატული, რომ მათ ისინი ისე თანაცხოვრობდნენ, რომ არაფერი არ ქონდათ პრინციპში გასაყოფი. თუ არა სხვა მესამე ძალა, მათ უყვარდათ ერთმანეთი, იყო ქართულ-აფხაზური ოჯახები და ეს სიყვარული დღემდეა გამოყოლილი, იცით, აი ესეც ჩანს, რომ დღემდე იმედი არ არის დასაკარგი. მე მაგალითად ეს ამოვიკითხე წიგნიდან. უკრაინის ომი და უკრაინაში შექმნილი ვითარება სამი მიმართულებით წარმოჩნდება. ერთი არის კვლავ მხატვრული ტექსტი, პერსონაჟები, რასაც განიცდიან. მეორე არის ქრონიკები, რასაც გადმოსცემს რადიო და ტელევიზია. და მესამე მიმართულება არის დღიურები. ეს არ არის მარტო მურზას დღიურები, ეს არის სხვადასხვა უკრაინელი ადამიანის ტკივილი. თითქოს შეკრებილი დღიურის სახით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ უკრაინელს დაეწერა. და მართლაც არაჩვეულებრივად არის შერწყმული ეს ყველაფერი ერთმანეთთან. გარდა ამისა, ძალიან დიდი ღირსება, მე აღარ შევეხები არც შინაარს, არც იმ განცდებს, რასაც ტექსტი განიჭებს. აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ნატოს აქვს სიტყვის ძალის უნარი, სიტყვის წარმოჩენის უნარი, იმიტომ რომ მის რა შემდგომარეობს ეს? როდესაც ტექსტს კითხულობ და გრძნობ, რომ შენს გტკივა სხეული იმ უკრაინელი ადამიანებით, აი ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ წერალმა თავისი სათქმელი ზუსტად ძალიან
მტკივნეულად მოიტანა მკითხველმა. არაჩვეულებრივად შეუძლია ნატოს მოვლენები განაზოგადოს ბუნებაში, ბუნებასთან კავშირში დაგვანახოს. ესეც მისი ოსტატობაა. და აი ერთი ადგილი აქვს, სადაც ფიქრობს მუზა, რომ ნეტა წვიმა რო ყოფილიყავი, რა განცდა მექნებოდა. და მაშინვე გამახსენდა ვაჟებ-შაველას ლექსი რამ შემქნა ადამიანად, რატომ არ მოგწვიმა და ვიფიქრე, რომ მისი წინაპარი ვაჟებ-შაველა, რომელიც ამბობს ჩვენ ბუნებაში ვართ, ბუნება ჩვენშია და ეს ბუნებრივიც არის. გასდევს ამ ნაწარმოებს და კიდევ რაც ძალიან მომეწონა და მკითხველი შეამჩნევს, შეიძლება აი ეს სცენაზე ნაკლებად გაჟღერდა მურზას ცხოვრების ყოველ ეპიზოდს ნატო ახასიათებს და მოჰყავს სიტყვები ცნობილი მწერლების, კლასიკოსების, საზოგადო მოღვაწეების. იმდენად ზუსტად ეთანხმება ეს სიტყვები ხატულ ტექსტში გაჟღერებულ აზრს, რომ და რაც თავარია, მხოლოდ კი არ ეთანხმება, აფიქრებს მკითხველს. მე მინდა გადავცე ნატოს საჩუქარი. ეს არის ანგელოზი. ოღონდ შუშის არ არის და არასოდეს დაემსხვრება. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს. ახლა კი სცენაზე ვთხოვთ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს, ქართული კულტურის დესპანს, პოეტსა და ესეისტს ბატონ დავით შემოქმედელს. ვთხოვთ ბატონო. დღეს ჩვენ მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო ადამიანის ბედი სამშობლოს ბედად იქცეს, ერთი იყოს. დიდი პოეტი ოთარ ჭილაძე ამბობდა, ადამიანი გავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ქვია. აი ეს მირზა, აი ეს ილია, თავისი სამშობლოა. ჩვენ ამით უკრაინას ვხედავთ, აფხაზეთს ვხედავთ, საქართველოს ვხედავთ. ძველი ხალხების ისტორიაში იყო ასე. როდესაც ადამიანები განცხრომას მიეცემოდნენ, ხრეობას მიეცემოდნენ, ჩამოატარებდნენ თავის ქალას, რომელზეც ეწერა memento mori, გახსოვდეს სიკვდილი. დღეს ნატომ, ჩვენმა ძვირფასმა ნატომ შეანჯღრია ამ წიგნით ჩვენი საზოგადოება და უთხრა, გვახსოვდეს რა ხდება აფხაზეთის მიწაზე, გვახსოვდეს რა ხდება დღეს უკრაინაში. იმიტომ რომ ის გარეთ არ არის, ის ჩვენშია. ჯონ დონის უწერია, რომ ცხოვრება ადამიანი კუნძული როდია მარტოდ გარიყული. იგი მიწისა და ცის ნაწილია. ამიტომ ნუ რასოდეს იკითხა, ვის უხმობს ზარი, იგი გიხმობს შენ. და ამ ზარის მოლოდინშია კაცობრიობა. და ეს სპექტაკლიც დღეს დიდებული სპექტაკლი, მონოსპექტაკლი, რომელშიც თავისი სული და ძალა და შინაგანი ენერგეტიკა ჩადო ჩვენმა ძვირფასმა ქალბატონმა ელდინორ საღარაძემ სწორედ ზარით ხმით დაიწყო. და მე მინდა თავი დაუხარო ქალბატონ ელდინოს მაღალ პროფესიონალის, იმიტომ რომ ამ წიგნში რამდენი სიკვდილიც იყო, იმდენჯერ მოკვდა სცენაზე ქალბატონი ელდინო. და ამისათვის დიდი მადლობა მას. და ამ წიგნში ნაჩვენები იყო ძალადობა, ძალადობის სისტემა. მთელი ჩვენი კაცობრიობა ძალადობა. ძალადობა სამი მომენტი აქვს.
ერთი, როდესაც პიროვნება მოძალადე და საზოგადოება მსხვერპლი. მეორე, როდესაც საზოგადოება მოძალადე და პიროვნება მსხვერპლი და მესამე, როდესაც ერთი იმპერია არის მოძალადე და მეორე მსხვერპლი. ამ შემთხვევაში სისხლიანი რუსეთის იმპერია და ჩემი სამშობლო მოხუც დედასავით სუსტი და უკრაინა ასეთი სულისა და გმირების ქვეყანა ისევე როგორც საქართველო და ეს ძალადობა ჩანს აქ ამ წიგნში. რატომ შეძლო ის რომ თავისი ტკივილი იმ სამშობლოს ტკივილად ექცია და ჩვენ მისი თანამოზიარი გავხდით არის, იმიტომ პროზაში მთავარი არის რომ თუ პოეზიაში მთავარია რომ რაზეც არ უნდა წერდეს საკუთარი მე აჩვენო საკუთარი მე უნდა აჩვენო ვიზაც რა გმირზეც არ უნდა წერდე მაკედონიაზეც წერდე და აღმაშენებელზე შენი სულიდან უნდა მოდიოდეს ეს პროზაში უნდა შესახდე პერსონაჟში და იმ პერსონაჟის სულით უნდა ილაპარაკო ვინც არ უნდა იყოს მამაკაცი შობიარე ქალზე წერს შობიარე ქალის ტკივილებით უნდა ის განიცადოს უნდა და მან უნდა იმშობიაროს წიგნში აი ნატომ ასეთი ტკივილით ასეთ ემოდა ეს ჯურვები ამ წიგნში რაც არის ნაჩვენები და ბოლოს სიყვარული არ გამიგზელდეს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ მიუხედავად იმისა რომ ამ ომიანობის პერიოდში ვართ ეს წიგნი არის სიყვარული ომიანობის დროს სიყვარული ჟამიანობის დროს და მთავარი რა არის იცით არავინ არ თქვას რომ რომეო და ჯულიეტა არის პესიმისტური ტრაგედია მართალია ის პერსონაჟები კვდებიან მაგრამ იმარჯვებს სიყვარული და ის არის ოპტიმისტური ტრაგედია აი აქაც ამ წიგნში ამდენი სიკვდილების წიგნში მურძასა და ილიას სიყვარული იმარჯვებს ეს არის ოპტიმისტური წიგნი და ეს გვიჩვენებს ჩვენ რომ სიყვარული დაუმარცხებელია სიყვარული მარადიულია და ამ მარადიულობით დამთავრდა დღევანდელი სპექტაკლი რომ იმარჯვებს სიყვარული და ძვირფასებო მოდი ამ სიყვარულის წმინდა გულით ეცხოვროს ჩვენ ერს ჩვენს გმირ უკრაინას და ამ გამარჯვებით მისულიყავით ამ სიყვარულით ჩვენს დიადმისრამდე დიდი მადლობა დიდი მადლობა ბატონ დავით. სცენაზე ამოგზანება ასევე მინდა ვთხოვო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ ზურაბ ლომთათიძეს. მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო. უპირველესად მინდა ჩემი და ჩემი მეგობრის პროფესორ როლანდ კოპალიანის სოხუმელი მივაჩვე. მადლობა უთხრა ქალბატონ შვენიერ ქალბატონს საოცარი ნაწარმოების ავტორს ქალბატონ ნადოს მოწვევისათვის. მე მინდა მადლობა უთხრა ქალბატონ ელტინოს იმ საოცარი თხრობისათვის რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა ის მწარე დღეები, რომელიც ჩვენ ჩემ მეგობართან ერთად გავატარეთ სოხუმში. მაშინ, როდესაც რუსის თვითმფრინავები ჩირაღდან კიდევდნენ, ყვითლადან ათევდნენ სოხუმს და შორს და ახლოს ხდებოდა ბომბები. მაგრამ გავუწევით ჩვენ ისევე როგორც გავზოლ ამას ამ შეგერმა აფხაზმა თავადის ქალმა აჭბა და ამდენი სიყვარული დაიტი ამ პატარა ქალმა და ესეთი წელი ესეთი აღსავსე ემოციებით რომელიც ასე კარგად ასე ლამაზად და კარგი ქართულით წარმოსახა თავის ნაწარმოებში მე მინდა მადლობა უთხრა მუსიკოსებს რომელმაც შექმნეს საოცარი განწყობა გაამშვენეს გუნდს რომლებმაც ასე ზუსტად გამოხატეს აფხაზური სიმღერის სული და ამ პატარა გოგონას რომელიც მართლაც ანგელოზია და მინდა რომ ამ ანგელოზმა ჩვენთან ერთად გაიაროს სოხუმში იმ ლამაზ სოხუმს სადაც ყველა თქვენთანგანი ალბათ ბევრჯერ ყოფილა და ლამაზი მოგონებებია საოცარი არის კიდევ ერთი რომ წავიკითხე ქალბატონ ნატოს ეს შვენიერი ნაწარმოები
გამახსენდა დიდი გოეთეს თეთრი ლექსი, რომელიც სრულად დასახავს ამ ნაწარმოების არც და იდეას. არ არის რა მარადი ცვალებადობის გარდა, არ არის რა ურღვევის სიკვდილის გარდა. ყოველი წკერა ჩვენი გულისა ჭრილობას გვიხსნის და ცხოვრება მარადიული სისხლისდე დაიკრიბოდა თუ არა სიყვარული. ეს ნაწარმოები სწორედ პოეზია სიყვარულის და საოცრად გამოცდევინა ყველა ის, რაც მე გამიცადე აფხაზეთში და განიცადე ის, როდესაც მიყვარდა. მაგრამ ერთი გულდასაწყვეტი რამ არის. თავადის ქალი მურზა შემიყვარდა კითხვისას და გული დამწყდა, რომ ეს ლამაზი ქალბატონი უწყოტომის კაც გააყოლა. სადღაც საქართველოს ასეთი ლამაზი ქალი გასაგები. და კიდევ ერთ ვიტყვი, რომ ერთმა ფილოსოფოსმა თქვა, ცხოვრება ის წლები კი არა, რომელიც წავიდა. არამედ ის საათები, რომელიც დაგამახსოვრდა. აი დღევანდელი საათები თქვენთან გადარებული ამ ლამაზ თქვენთან ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ის საათები, რომელიც არასოდეს არ დაგვამწყდება. და კიდევ ერთხელ მინდა ჩემთან აკურცეს ქალბატონ ნათელას მოულოცო მისი შვილის ასეთი წარმატება. აქვე არიან მისი ამბობები. დიდება თქვენ, რომ ასეთი შვილები გყავს და დიდება თქვენ, რომ ყავს შვილები, რომელიც ხვალინდელი საქართველოს მომავალი იქნება. საქართველოს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯვეთ. მადლობა ბატონ ზურაბს. და ბოლოს სცენაზე მინდა ვთხოვო წიგნის ავტორს, ქალბატონ ნადო ფირცხალავას. ხო. როგორც ბატონმა ზურაბმა თქვა, ნამდვილად ალბათ ცხოვრება ის დღეები არაა, რომელიც გავიდა. ცხოვრება ის დღეებია, რომელიც დაგვამახსოვრდა. თუ გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი გამოცანა, მაშინ დღევანდელი დღე ნამდვილად ღვთის საჩუქარია. ამისთვის მადლობა უფალს. თვითგამოსახვა, სამყაროს თვითგამოსახვასთან შედარებით არასოდეს მთავრდება მხატვრული ნაწარმოების შექმნის ერთჯერადი აქტით. ხელოვნების სიმარტივე მოჩვენებითია. რაც უფრო ღრმად ვიჭრები სიღრმეებში, მით უფრო მეტად ხვდები, რომ სიმართლით წერა აუცილებელია. განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ უანგაროდ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ელდინო საღარაძეს. არაჩვეულებრივ პიროვნებას, ქართული სიტყვის უბადლობას, არაჩვეულებრივ პედაგოგსა და არაჩვეულებრივ ჩვენ უკვე მეგობრები გავხდით, ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი შევიდა. მადლობა ქალბატონ ელდინო ასეთი ნდობისთვის. აი უღრმესი მადლობა. ქართულ ენაში არის აღმატებულ სიტყვებს ხმარობთ ხოლმე, აღმატებულ ხარისხში უღრმესი არაჩვეულებრივი სიტყვა. აი ალბათ კიდე თუ არსებობს რამე უღრმეს მადლობას გიხდით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასეთი ემოციით ის რაც თქვენ დღეს აჩვენეთ, ეს არის უმაღლესი თამასა, მე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ქალბატონს. თქვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელს, უნიჭიერეს კომპოზიტორს ქალბატონ მარიკო კვალიაშვილს, რომელიც აი ამ ხელოვნების გამოსული ჩამწმენია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიკო, თქვენ უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ
მუსიკოსებს. აი ამ ყოფნის სიტყვები ძალიან დიდი სიყვარული. ლევან ჩხაიძე და ნინო შიუკაშვილი უნიჭიერესები ორივე ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მინდა გადაუხადო არაჩვეულებრივ ქალბატონს, უნიჭიერეს მომღერალსა და პედაგოგს, ქალბატონ მაია მიქაბერიძეს. ის არაჩვეულებრივ მინდა გვარებით სანდროს წეღან დავიწყდა მე მგონი. გვარებით თქვენი. ნიკოლოზ ვიბლიანი. მარიამ გუდიჯია. ნიკოლოზ ზარიძე. ლევან გოდეჭი. აი ამ არაჩვეულებრივ პატარა ანგელოს მართა ალავიძეს, რომელმაც სრულიად უმაღლესი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არაჩვეულებრივად შეასრულა სიმღერაც და რეპეტიციებზეც ძალიან მოწესრიგებულად იარა. უღრმესი მადლობა. გადაუხადო ჩემი წიგნის გამომცემლობა ბერიდიანის წარმომადგენლებს, ბატონ კახარუსიძეს, მის შემოქმედებით ჯგუფს, ქალბატონ თამარს, მთავარ რედაქტორს, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლავთ, ქალბატონი თამარი გამოვიდა ისაუბრა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, მეორე რედაქტორი გახდა ნელიერი ელისბარაშვილი, ისიც არაჩვეულებრივი ქალბატონია, დღეს უბრალოდ არ არის ჩვენთან. მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აქ გვესწრება ქალბატონი ვალენტინა მარჯანიშვილი, რომელიც გახლავთ ქართულ-უკრაინული სახლის ხელმძღვანელი, საქართველოში ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი. უბრალოდ ქალბატონი ვალენტინა დღეს არ გამოვა ჩვენთან, მე მინდა ტაშით შევეგებოთ, იმიტომ რომ შეიძლება რადგან უკრაინულად უნდა გამოსულიყო და თარჯიმანი არ ყავს, ამიტომ მაინც მინდა მივესალმოთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ საქართველოში. აი ეს უკრაინელები, რომლებსაც ძალიან უჭირთ დღეს ინტეგრაცია ჩვენთან საზოგადოებაში, ინტეგრირება, აი ქალბატონი ვალენტინა უწყობს, მისი ორგანიზაცია უწყობს სწორედ ამაში დღეს და მადლობა თქვენ ქალბატონო ვალენტინა. დღეს არაჩვეულებრივი ღონისძიება ერთი თვეცი მგონი ჩვენ გავშეხდით და ნატოს ციგნს აჩუქებს ჩვენ ბიბლიოთეკას, მაგრამ მე ვერ ვკითხულობ ეს ციგნი სამწუხაროდ, იმიტომ ეხლა ასეთი დრო, რომ უკრაინულად ვერ ვკითხულობ, არ არის დრო. ყოველ დღე მაქვს ბევრი საქმე უკრაინელებისთვის და არა მარტო უკრაინელებისთვის, იმიტომ პირველი ლტოლვილი უკრაინიდან იყო ქართული ოჯახი. მე ეს ოჯახები колобоки квия, имитом я от бабушки ушел, я от дедушки ушел, Абхазетии, дан, Магалита, Донецкши, ан Одессаши, ан Мариупольши, да ეხლა Давидан სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდნენ, მაგრამ არავინ არ არის აქ სამწუხაროდ და Დავიდან ცხოვრება იწყება ასეთი ადამიანებისთვის. და დღეს იდეა მაქვს ერთი, მე ვერ ვკითხულობ ეხლა არ ვთქვა რა იდეა,
მაგრამ მგონი რომ შემდეგ წელს იქნება კიდე ერთი ღონისძიება, სადაც მთავარი გმირი იქნება ჩვენი ნატო. ყველასთვის მადლობა დიდი. მზად ვერ ვიყავი რამე თქვა, მაგრამ ასეთი ბევრი ემოცია მაქვს, რომ და ბუდიში ჩემი ქართული ცუდია. მადლობა დიდი. პატარებს მეტია. ძალიან შედრი კი არაჩვეულებრივი იყო და ალბათ ელდინას მე სულ ვტიროდი. მადლობა დიდი. რა თქმა უნდა, უკრაინელ გამძლე მებრძოლ უკრაინელ ხალხს უსურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, ომის მალე დამთავრებას, რა თქმა უნდა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. ჩემ ქართველებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან ახლა საკუთარ მიწა-წყალზე, ძალიან მალე ვუსურვებ შინ მშვიდობიან დაბრუნებას აფხაზეთში. ალბათ უკიდურესი უსასოობიდან ოდესმე მაინც წარმოიშვება ის სასწაული, რომელიც ჭეშმარიტებას აღემატება და იმედის ხივს აჭიადებს. იმედით მინდა დაგემშვიდობოთ ჩემო ძვირფასებო, იმედი და სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ვფიქრობ, რომ გამოიჩინეთ ყურადღება. ურთიერთობა ძალიან ახლობლურია და რა თქმა უნდა ყოველი სიახლე ნატოსი რაც კი ხდება მის ცხოვრებაში ალბათ სხვებთან ერთად პირველი მეც ვიგებ. ამიტომ ამ წიგნის წერის მთელი პროცესი ჩვენ თვალწინ მიდიოდა და ვიცოდით უკვე რაც გამოვიდოდა და თავიდანვე აღებული ჰქონდა გეზი იმისათვის რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, რას გავაკეთებდით და დღევანდელმა დღემ ეს ყველაფერი განაპირობა კიდეც და დასტური იყო იმ ნაფიქრალის, რასაც ვიქორდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. რაც შეეხება ეს რეპეტიციები და ყველაფერი ჩემთან მიდიოდა, ჩვენთან ჩამოვყალიბდით ყველაფრისთვის და ისეთი ადამიანი როგორც ქალბატონი ელდინოა ეს როდესაც მონაწილეობას ღებულობს რამეში იქ უკვე ჯგარაშია, რომ ისეთი ფონი უნდა მოუმზადო, რომელიც მასე დღეს ჩვენ ამას მივახციეთ. ქალბატონი ელდინო როგორც ყოველთვის თავისი მამაზე იდგა და დღეს ცრემლის გარეშე აქედან არ გასულა არც ერთი ადამიანი და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი აღტაცებული ვარ ყოველთვის რაც რატო დაიბადა იმის მერე ჩემ თვალწინ იზრდება და მე ყოველი მისი გამარჯვება, ყოველი მისი წარმატება ჩემთვის ძალიან დიდ სიხარულს ნიშნავს და თუ რამე შემიძლია ხელი შეწყობის თვალსაზრისით მე ყოველთვის მზად ვარ მას გვერდში ვდგე, იმიტომ რომ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი. არა მარტო როგორც ვთქვა დღეს წერლად წარმოსდგა ჩვენი მაყურებლის წინაშე, ის არის ოქროს ხელები აქვს, მხატვარია ფაქტიურად, ან როგორ ნახატებს ქმნის, ან როგორ სრულიად უჩვეულოს, სრულიად ახლებურს, ან როგორი განათლებულია, ყოველ მხრივ არ არსებობს სილამაზე, რომელსაც მისი ხელი არ აკეთებდეს. მე მიხარია დღევანდელი დღე, რომ ასე ლამაზად შედგა, ასე ღირსეულად შედგა და მეც ვთხოვ ასეთი ლამაზი დღეები ნატოს ცხოვრებაში ბევრი ყოფილიყოს. მე მართლა მადლობელი ვარ იმ შემთხვევითობის თუ ბედის, რომელმაც ამ წიგნის ავტორთან შემახვედრა. ვამბობ ხოლმე ჩემს ახლობლებთან, რომ რამდენი ხანია ასეთი პოზიტიური და ასეთია ის საოცარი, ყოველმხრივ შემკული ადამიანი არ მინახავს, როგორიც ნატო აღმოჩნდა და მართლა უზომოდ შემიყვარდა და იცით ეს წიგნი რომ ყოფილიყო ჩემთვის მარტო ომის საშინელებაზე წიგნი, ალბათ ასეთი ძვირფასი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ისედაც ამდენ საშინელებაში ჩართული ადამიანები კიდევ დაატვირთო ამდენი ნეგატივით ავტორისაგან თუ შემსრულებლისგან, ეს ძალიან
ცოტა და უბრალოდ რომ ვთქვათ, კარგი საქმე არ არის ერთი მხრივ, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის არის პაციფისტური ნაწარმოები. უმძიმეს ომზე დაწერილი წიგნი ჩემთვის არის პაციფისტური ნაწარმოები. ამ წიგნს თუ ადამიანი წაიკითხავს და იმას მოუნდება ოდესმე სიტყვა ომი თქვას, აი ეს არ მგონია და იცით რა, წიგნში მე ამოვიკითხე ავტორის სურვილი, რომ ბოლოს და ბოლოს დამწიფდეს კაცობრიობა, შევიდეს მოწიფულობის ხანაში, რომ მუშტიკრივით და იმით ზარბაზნებით და თვითმფრინავებით აღარ მოაგვარონ საქმეები და მოაგვარონ ცივილურად. დასხდნენ ერთ მაგიდაზე, ოღონდ ეს მაგიდა იყოს სიბრძნით, სიყვარულით და სიკეთით გაჯერებული. მარტო თავიანთ სახელმწიფოებზე და თავიანთ თავებზე და კეთილდღეობაზე კი არ იფიქრონ. იფიქრონ ერთმანეთზე ადამიანებმა. მე მგონი დადგა ეს დრო, რომ კაცობრიობა შევიდეს ამ ხანაში და მე ჩემი აზრით ნატომ ჩემმა უკვე კარგმა მეგობარმა ნატომ და მეც ამიტომ მივიღე ამ ყველაფერში მონაწილეობა, რომ მე მგონია, რომ აი ამით ერთი აგური მაინც დავდეთ იმ შენობის ასაშენებლად, რომელ შენობაზეც ახლა ვსაუბრობდი მე, სიყვარულით და სიბრძნით მოგვარებული კონფლიქტები. ეს არის მთელი დედამიწის შეკვეთა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკას ქმნიან დღეს და ასეთ პოლიტიკას ქმნიან. ნატა, მოგვიყევით თქვენი წიგნის შესახებ, პროცესი როგორი იყო, რა მიმდინარეობებით, რაზე არის და რა უნდა გაიგოს მსმენელმა, მკითხველმა თქვენი წიგნის საშუალებით. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეორე წიგნის დაბადებაა დღეს. და ძალიან მღელავს სიმართლე გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო ჩემთვის უკვე ხელოვნებაში ასე ვთქვათ, მეორე მიმართულებაა ჩემი ძირითადი პროფესიიდან, ტექსტილის დიზაინია ჩემი ძირითადი პროფესია, მეორე უკვე ლიტერატურაა და ძალიან საყვარელი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რომ ამ წერის გარეშე არ მიცხოვრია, ისე როგორც მუსიკის გარეშე. პატარა ასაკიდან შევიყვარე ლიტერატურა და სულ წერდი, სულ ჩემთვის ვწერდი, მაინტერესებდა, ძალიან მქონდა საინტერესო პერიოდები ცხოვრებაშიც და აი ეს მომენტების აღწერა, ამ მომენტების აღწერა ძალიან სიამოვნებდა და აქედან გამომდინარე, ალბათ რაღაცეებიც ვისწავლი, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში, როგორ ანაირად და სიმართლე გითხრათ, ეს თემა უმძიმესი თემაა, ლიტერატურის თემა, ძალიან ბევრმა დაწერა, ძალიან ბევრი იყო საუბარი ამ თემაზეც, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს გახლავთ, აი როგორ დაიწყო, იცით, რომ თავიდან აფხაზეთის ომთან დაკავშირებით მინდოდა დამეწერა, აფხაზეთის თემა იყო ეს მურზას ცხოვრება და მერე უკვე, როდესაც დაიწყო უკრაინის ომი, თითქოს ეს იყო ბუნებრივი ბმა, იმიტომ რომ ის, რაც აფხაზეთში მოხდა, რაც აფხაზმა და ქართველმა ხალხმა განიცადა, ეს იყო საშინელება და აქედან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, მით უმეტეს იმიტომ, რომ მქონდა ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და დღესაც იქ არის და ძალიან რთულ სიტუაციაში არიან. ჩემი ავტორისეული ბოლო სიტყვაობა სწორედ დავიწყე მარკესის, გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებით, რომ წიგნების წერა თვითმკვლელობის ტოლფასი საქმიანობაა, რადგან სხვა არც ერთი საქმიანობა არ მოითხოვს ამდენ დროს, შრომას და ამდენ თავგანწირვას მისი არსებითი უპირატესობის გამო. იცით რა არის, აი წერის პროცესი, ეს იყო საოცარი
დრო ჩემი ცხოვრებისა იქიდან გამომდინარე რომ ფაქტობრივად ისე განვიცდიდი ამ ყველაფერს როგორც უშუალოდ ეს მებრძოლი უკრაინელი ხალხი და მე ვფიქრობ სწორედ ამიტომ აი ეს ბოლო განსაკუთრებით საფინალო ნაწილის წერის დროს წერა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე. თავგანწირვაც იყო ნამდვილად იყო, იმიტომ რომ არაერთხელ მითხრეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმაც, რომ თავი დაანებე ამ ყველაფერს, აღარ გინდა, აღარ გააგრძელო, იქნებ დაასრულო. მაგრამ ვერ შევძელი, იცით, მე ვფიქრობდი, რადგან დავიწყე, უნდა დავასრულო ეს ყველაფერი. ну რა გამოვიდა ამას მკითხველი ნახავს, წაიკითხავს, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია, იცით, ესაუბრო იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული და ერთია, როცა ისმენ ამ ყველაფერს, მეორე, როცა შიგნით უნდა გაატარო და გაიაზრო და დაწერო ეს ყველაფერი. ნატა, გამოდის, რომ თქვენ მედიუმი ხართ იმ ემოციების გამტარი, რომელიც ერთის მხრივ აფხაზებმა განიცადეს, შემდეგ ეს შეიკრიბა და უკრაინელებმა გადმოგცეს და თქვენ გაატარეთ, რომ ეს უფრო მეტად და უფრო ჩამწვდომი ყოფილიყო ქართველი მკითხველისთვის დღეს. მოგვიყევით აი ამ ნაწილზე, თვითონ როგორ შეკრიბეთ ეს ემოციები და შემდეგ აი ეს მთელი პროცესი, რომელიც ამ წიგნის სახით ვიხილეთ. პირველად, როდესაც მოხდა ეს დაიწყო ომი, ასე ვთქვათ, 24 თებერვალს, ამ პერიოდიდან მქონდა ურთიერთობა უკრაინელებთან და ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე, ძალიან ბევრი ადამიანს მოусმინე. მოვისმინე ისეთი ისტორიები, რომლებიც, არ ვიცი, უბრალოდ იცით, ძალიან მძიმე მოსასმენიც იყო. ყველა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა, ვინც დაუშვათ შეძლო მიუხედავად აი ამ სულიერი მძიმე ტკივილისა და ჩემთან გაიხსნა, ჩემთან თქვა ის სიმართლე, რაც იქ ნახა, რაც იქ მოისმინა, რაც გადაიტანა. ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს მათთვის არის, მე ვფიქრობ, მთელი ცხოვრების დამღა. იმიტომ რომ აი თვითონ მურზაც როგორც პერსონაჟი მე როცა უკრაინაში ცხოვრობს და აი ომის პროცესებს შეესწრება და ფაქტობრივად ყველა დაეღუპება, ისიც განიცდის აი ამ საოცარ სულიერ ტკივილს, რომელიც მე არ ვიცი, არასოდეს არ ნელდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ანგელოზი ბავშვები, რომლებიც ცაში აფრინდნენ და ალბათ შუშის ანგელოზებად იქცნენ, მეც ჩემ წიგს ამიტომ დავარქვი შუშის ანგელოზები. მსგავსი ტკივილი ალბათ, რაც ახლავს აი ამ სიბოროტეს, რასაც ომი ქვია, არ არსებობს ქვეყნად, მე ასე ვფიქრობ. და როგორია თქვენი წიგნი, თქვენ როგორ შეაფასებდით? ერთმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა მითხრა, რომ ნატო თქვენი წიგნი პაციფისტურიაო. მე თვითონ ვარ პაციფისტი, ძალიან პაციფისტი ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე წიგნიც ასეთი გამომივიდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მშვიდობა ქვეყანაზე, როცა ერთხელ მოდიხარ ქვეყნად, აუცილებელია. დედამიწამ უნდა დაისვენოს ომებისგან და ადამიანებს მიეცეთ საშუალება ცხოვრონ ბედნიერად და ლახად. კითხველი ალბათ თვითონ შეგაფასებთ და თქვენ რას ფიქრობთ, რა არის წიგნის მთავარი სათქმელი? ამ წიგნის ძირითადი ფაბულა არის, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და ბერნარდ შოუ ამბობს სწორედ ამ სიტყვებს, ამ სიტყვებით მთავრდება ჩემი წიგნი, რომ როცა ვისწავლეთ ჩვენ ფრენად, როგორც ჩიტებმა ჰაერში და ცურვა, როგორც თევზებმა წყალში, ის ხა დაგვრჩენია, ვისწავლოთ ადამიანებმა ადამიანურად ცხოვრება დედამიწაზე. ამაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ არაფერია.